პრემიერამდე 2 დღით ადრე ბათუმის დრამატული თეატრის დასი ინტენსიურ რეპეტიციებს გადის. Ამ ეტაპზე სპექტაკლისათვის საჭირო ტექნიკის მონტაჟი მიმდინარეობს. მზადების პროცესს დღეს დროს გადამღები ჯგუფი ესწრებოდა. რეჟისორი ანდრო ენუქიძე სამხატვრო ხელმძღვანელის ამპლუაში პირველ სპექტაკლზე შექსპირის მაკბეტზე მუშაობს. წარმოდგენაში დრამატული თეატრის სამივე თაობის მსახიობები მონაწილეობენ სცენაზე, მათთან ერთად მაყურებელიც იქნება. ნახეთ დროს რეპორტაჟი. ეს მაკბეთის დიდებისა და განდიდების ამბავია. ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე შექსპირის პიესას თამაშობენ. სამეფო კარის ინტრიგებს მაყურებელი ორიგინალური ვერსიით ნახავს. აქ ბანალური რომ არაფერია ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოქმედება სცენაზე, სცენის ქვეშ, პარტერში და იარუსებზეც კი ვითარდება. მეჩვენება რომ ეს ფორმა საკმაოდ თამამია ამ სცენისთვის და არა მარტო ამ სცენისთვის. მეჩვენება რომ ასეთი ფორმის სპექტაკლი შეიძლება არსებობდეს სოფლიოს ნებისმიერ თეატრში. რაც ეხება ბათუმის თეატრს, მის არქიტექტურას, ყველაფერს იმას, რაც ჩვენ ჩავიფიქრეთ, მე მგონი ძალიან თამამია საინტერესოა და ამას ჭირდება მხოლოდ ერთი რამე მაყურებელი, რომელსაც ან მოეწონება ეს ყველაფერი, ან არ მოეწონება. მაყურებელი ვისგანაც შეცდას რეჟისორი ელოდება ორმოქმედებიან პიესას სცენიდან ნახავს. საგანგებოდ მომზადებულ სივრცეში მათთვის 99 სავარძელი დგას. ზეგ სპექტაკლის პრემიერა სწორედ ამდენივე თეატრალი დაესწრება. სასცენო ორთაბრძოლებისთვის საჭირო რეკვიზიტები უკვე მზადაა. საბრძოლო დეტალები დეკორაციაში შეიტანეს. სპექტაკლის პრემიერამდე 2 დღით ადრე განათების სისტემა მონტაჟდება. პარალელურ რეჟიმში თითქმის უწყვეტად რეპეტიცია მიმდინარეობს. როლი რთული გასაკეთებელია, მაგრამ ამას თავისი რაღაც სიტულები ახლავს. ისეთი სუყე და საკმაოდ დატვირთული როლია და აიცოლა. ხა ნიუანსებზე ვერაფერს გეტყვი, ნიუანსებზე უფრო მაყურებელმა ილაპარაკოს, მე რა მოეწონა და რა არ მოეწონა ჩემ გუნდში, მაგრამ უსაინტერესო ეს სამუშაო როა და რაღაც ანუ მსახიობს გაძლევს აბსოლუტურად ყველაფრის კეთების საშუალებას, ფაქტია. მე აზრით კმაყოფილი უნდა დარჩეს ჩვენი მაყურებელი. ისეთი გადაწყვეტა ახალმას, რომ ეს რაღაც ახლებური რაღაც გაკეთდა. ეს უდიდესი მასშტაბურობაა თეატრისა. როგორც დამკვირი რეჟისორებისა, ასევე შემსრულებლებისა, მსახიობებისათვის. ეს არის გაკვეთილი, შექსპირის როცა თამაშობ. ეს არის გაკვეთილი მსახიობისთვის. შექსპირის გაკვეთილების შემდეგ თეატრის დასი გამოცდას მაყურებელთან ჩააბარებს. ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად სპექტაკლში ძველი თაობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ბათუმის დრამატული თეატრის რეპერტუარში ცნობილი დრამატურგის პიესა 10 წელი არ ყოფილა. ფორმის მასალის არის შეიძლება ითქვას გრანდიოზული, რომელიც სოფლიოს ნებისმიერი დიდი თეატრის სცენას დაამშვენებდა ეს სპექტაკლი. მესამე ფაქტორი გახლავთ ის, რომ ამ სპექტაკლში დაკავებულია ჩვენი თეატრის თითქმის ნახევარზე მეტი, ანუ სამთავრობო თაობის არტისტები. და ამდენად ინტერესი არის ძალიან დიდი და მე ურჩევ ბათუმელ მაყურებელს, არა მარტო ბათუმელ მაყურებელს, რომ არ გამოაკლეს ამ სპექტაკლს. მაკბეთის საპრემიერო ჩვენებები 30-31 მაისს და 1 ივნისს გაიმართება.